მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ ტრეიდს, რაც გავხსენე ლაივში, წავაგე $280. თითო აკაუნტზე. ამ თვის სტატისტიკა ესეთი არის, ცოტა რთული თვი არის, ცოტა ტრეიდი მაქვს გახსნილი ძალიან თავიდან, აქ ერთი ტრეიდი, აქ ორი ტრეიდი, ოღონდ ეგეც ერთ დღეს ერთი და ამ კვირაში ერთი მქონდა გახსნილი. რთული თვი არის, კი ავხსენე წინა ვიდეოებში რატო, მაგრამ მოდი განვიხილოთ ლაივზე რა ტრეიდი გავხსენი ბიჭებთან ერთად. მოკლედ, ერთი შეცდომა რაც შეიძლება ვთქვა არის, რომ თელეკვირა ნიუსები არ გვაქვს და ნიუსები რო არ გვაქვს თელეკვირა მაგის გამო არ ვაქცევ ყურადღებას, თორე ზოგადად ამას ვაქცევ, რომ როცა ნიუსი არ არის AM-ზე, მხოლოდ მაკრო დროებში ხსნით ტრეიდს, ანუ მაკრო დროს გარეთ ტრეიდის გახსნა დააბალბოთობიანი, იმიტომ რომ შეიძლება აი ესეთ კონდიციაში მოყვა მარკეტი. ეხლა მოდი ავხსნათ, რატო გავხსენი ეს ტრეიდი. მოკლედ, მარკეტზე ვარ ბულიში, წინა დღეს აი არის ჩემი ტარგეტი. ES-ზე რო გადავიდეთ, ES რო შევხედოთ, აგერ მეორე მხარეს განახებთ ES, EKI მოხსნილი აქვს და რადგან EKI უკვე მოხსნა, მაგის გამო ველოდებოდი ღრმა retracement შედარებით ES-ზე რა, იმიტომ რომ externally მოიხსნა, წამოვიდეს ფასე უნდა range-ი დააბალანსოს internal-ისკენ ჩამოვიდეს. ამ ფეროლგებში ჩამოვიდა, აი ზუსტად მომენტებს განახებთ. Midnight Open-ს ვუყურებდი. NQ ჩამოსული იყო აქ Midnight Open-ში, მაგრამ ES-ი არ იყო მაგ დროს ჩამოსული, ES-ი აი აქ იყო რა. ამიტომაც ველოდებოდი რომ რადგან უფრო ES კონდა high მოხსნილი და externally, უფრო retracement-ი ES გააკეთებინა. გააკეთა კიდევაც ES-ი ჩამოვიდა აქ Midnight Open-ის ქვემოთ, აი ეს ჩამოსვლა იყო NQ-ზე ეგ. მერე მაქიდან მომცა entry მოდელი, SMT მაქვს ამ low-ზე და SMT მაქვს ამ low-ზეც. Lower time frame SMT-ც და higher time frame SMT-ც, იმიტომ რომ 15 წუთიანზე რო გადავიდე, ეხლა წავა ორივე იმენ ამ high-ზე. Просто აი setup-ი გამიფუჭა რა, აი დრო იყო არასწორი იდეაში. ES-ი ჩამოსული იყო ამ ფეროლგებში, NQ არა, მაგის გამო ეს რო დადისრესპექტა ეს ფეროლგები, აქ გავხსენი ლონგი, stop loss-ი მეყენა MSMT-ის low-ებზე, აი აქ და ტარგეტი ისევ იგივე წინა დღის high. ეხლა მგონია რომ ავა მარკეტი აი ნარატივი რა, ანუ ბაიასი არ შემშლია, ნარატივი მაქვს არასწორი, უბრალოდ რომ სწორ დროს არ დაველოდე მაკრო დროს, რომელიც არის 10.50, 11.10. ზუსტად ეხლა არის ეგ დრო და ეხლა მიდის მარკეტი ჩემი მიმართულებით, რა ვისაუბროთ, კი არა და ამ ბრეიქერიდან გაილონგება. ადის და არ გაჩერდება წინა დღის ჰაიმდე რა, ES-იც ახალ ჰაიმს მოხსნის. მაგრამ ესე წავაგე დღეს $280. მთავარია, რაც მიხარი არის, რომ რისკი გაკონტროლდა და ასევე ლაივზეც ну 90%-მა თუ 90%-მა რისკი გააკონტროლა. რაც ძალიან კაი არის. შედეგი ეგ არის. ცოტა რთული თვე იყო ამ თვისათვის, მაგრამ ეხლა წესი დალაგებული არის, ეხლა მარკეტის მიმართულების საკითხვა, ჩემი აზრით მარტივი იყო AM-ზეც, რომ ბულიში და წინა დღეს აი არის ტარგეტი. უბრალოდ setup-ი გამიფუჭდა lower time frame კონდიციის გამო. რაც შეიძლება ითქვას, რომ დროს უნდა დაულოდებოდი, სწორად რო შევაჯამოთ მაკრო დრო იყო მთავარი, რაც უნდა დაულოდებოდი რა. რაც ეხა ხდება და ეხავა ფასი, უბრალოდ re-entry-ს აღარ გავაკეთებ, თორე ეხა რა ვიცი, მე retracement-ი რო კონდეს, შესვლა შეიძლება, მაგრამ წინა დღეს აი არის ისევ ტარგეტი. სხვა აქ ტრეიდი იმიტომ არ გავხსენე, რომ retracement-ი არსად არ ქონია. აი აქედან აქამ displacement-ი იყო და ეს breaker block-ში ქონდა retracement-ი, მაგრამ ეგეც ძალიან პრემიუმში იყო მაგ დროს. და აქ entry modelis ნაკლებად არის, displacement-ი მარტო inversion-ი არის აქ რაც გვაქვს, მაგრამ safe flow ჩემთვის აქ ნაკლებად იყო. იმიტომ რომ ვიფიქრე რომ შეიძლება და ფეროლგებში ჩამოსულიყო ესეთ შემთხვევაში და მაგიტო. ეხა არის იდეაში აი იდეალური setup-ი, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ ჩემი setup-იც ცუდი იყო. იმიტომ რომ მქონდა ნარატივი აგებული კარგ ლოგიკაზე დაფუძნებული რა, მიზეზები იყო საკმარისი, ერთი იყო რომ დრო იყო არასწორი. თან 11-ზე რაღაცა ნიუსი ჩანიშნა ტრაპმა. ეს და ეხა იქნება fast delivery. მოკლედ ეს იყო დღევანდელი წაგების ახსნა. როგორც ყოველთვის ახლა, მადლობა ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ.